საღამოშვიდობისა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში პროცენტული რაოდენობით ქალბატონების ჭარბობენ მამაკაცებს, ეს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ნაკლებად აისახება ხოლმე. დღეს ქართულ პოლიტიკაში წამყვანი პოსტები მამაკაცებს უჭირავთ ხოლმე, რაც სამწუხაროდ გენდერულ ბალანსზე ცუდად აისახება. დღეს ჩვენ სწორედ ამ ბალანსის დაუცველობაზე და დაუცველობის პრობლემებზე ვსაუბრობთ. მე წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს, რომლებთანაც ამ თემაზე გვექნება დღეს საუბარი. ქალბატონი მანანა მებუკე, ქალთა კავშირის და გენდერული თანასწორობის ქსელის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლალი ყაჭაიშვილი, გენდერული თანასწორობის ქსელის რეგიონული კოორდინატორი და პროექტის კოორდინატორი მაია კუპრავა შერვაშიძე. ასევე ჩვენი სტუმარი არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ქალბატონი ლეო ნაცოლაძე. იქამდე ვიდრე ჩვენ სტუმრებთან საუბარს დავიწყებდეთ, მინდა გითხრათ, რომ გადაცემა მომზადებულია პროექტის გენდერული თანასწორობა პოლიტიკური პროცესებში, ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქალთა კავშირი და გენდერული თანასწორობის ქსელის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის, IFS-ის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების აგენტოს, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან სტუდიაში ბრძანდებით. პირველ რიგში თქვენგან დავიწყებ საუბარს თქვენი ორგანიზაციით, როდის დაფუძნდა და რა მიმართულებებით მუშაობთ, იქამდე ვიდრე უშუალოდ თემას შევეხებოდეთ. მივესალმებით ჩვენ მაყურებელს, ჩვენ როგორც გენდერული თანასწორობის ქსელი დაფუძნდა 2012 წელს 12 აგვისტოს, ეს იყო ესეთი რიცხვი, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავერთიანებულიყავით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინდივიდუალური პირები და დაგვეფუძნებია ქსელი, რომელსაც დავარქვით გენდერული თანასწორობის ქსელი. გენდერული თანასწორობის ქსელი თავის საქმიანობას ახორციელებს თბილისსა და 10 რეგიონში. ვიწყებთ კახეთით და ვამთავრებთ აჭარათით. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. მნიშვნელოვანია, რომ დღეს იყო აქ შეხვედრა და გენდერულ ქსელს ყავს თავისი რეგიონალური წარმომადგენლები ყველა რეგიონში, 10-ვე რეგიონში. გარდა ამისა, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო გაგვეცნო გარდა რეგიონალური წარმომადგენლებისა რაიონის დონეზე თანაკოორდინატორები. ეს იყო ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის თანაკოორდინატორების წარდგენა, განცნობა და მათთვის იმ საქმიანობის გაკეთება, რაც ჩვენ თავარ მიზანს წარმოადგენს. და ჩვენ თავარ მიზანს წარმოადგენს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდა და შესაბამისად საზოგადოების მხარდაჭერა ამ ქალ კანდიდატების. თქვენ ახსნეთ თქვენი ძირითადი მიზანი, რაც არის 2014 წლის არჩევნებისთვის. ის მიმართულებები რა მხრივაც აპირებთ მუშაობას? ანუ როგორ აპირებთ, რომ გაიზარდოს ქალების ჩართულობა ქართულ პოლიტიკაში და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, რომ უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილნი? ეს არის საკმაოდ დიდი სამუშაო და ამ ჩვენ მუშაობა დავიწყეთ უკვე ამ წლის დასაწყისიდან, იმიტომ რომ აი მოგვადგა ფაქტიურად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ გვინდა რომ ყველა რეგიონში წარმოვაჩინოთ ადგილობრივ დონეზე აქტივისტი, ლიდერი ქალბატონები, რომელსაც მხარდაჭერა ექნება უშუალოდ რეგიონის წარმომადგენლების მხრიდან. ქალები, რომლებიც მოვლენ პოლიტიკაში და თავის ხედვას, თავის მიდგომებს დააფიქსირებენ მამაკაცებთან ერთად. ჩვენ ყოველთვის ვიძახით, რომ საზოგადოებაში უნდა იყოს ორი ხედვა, ორი მიდგომა, ქალის ხედვა და მამაკაცის ხედვა და ეს ორი ხედვა უნდა იყოს შეჯერებული, საერთო აზრი გამოტანილი, რათა ჩვენი ცხოვრება შედგეს, იყოს უკეთესი და ჩვენი მომავალი დაფუძნებული იყოს იმ დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლისკენაც ჩვენ ასე ვისწრაფთ. ქალბატონი მაია, მეორე შეკითხვა თქვენთან მექნება, ვაღიარებთ ყველანი, რომ პრობლემა არის ეს ნამდვილად გენდერული ბალანსის დაუცველობა. თუმცა იქამდე ვიდრე ამ პრობლემას ჩავუღმავდებოდეთ, სტატისტიკური მონაცემები როგორი არის, თუნდაც საქართველოს პარლამენტში, თუნდაც ადგილობრივ თვითმმართველობებში. ანუ რეალურად რა დონეზე არის დარღვეული ეს ბალანსი? მოგესალმებით ყველას. რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, მოგახსენებთ, რომ საკმაოდ დაბალია. თვითონ პარლამენტში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ავირჩიეთ პარლამენტი და აქედან 12%-ია ქალი. სამწუხაროდ ეს 12%-იც არ არის შენარჩუნებული, იმიტომ რომ ორმა ქალმა დატოვა პარლამენტი, მანდატი უფრო სწორად და გადავიდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამიტომ ქალთა წარმომადგენლობა დღეს უშუალოდ პარლამენტში არის 12.8%, რაც საკმაოდ დაბალია.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში 2010 წელს თვითმმართველობაში ჩვენ გვყავდა 10% ქალთა წარმომადგენლობა, სულ 169 ქალი იყო თვითმმართველობაში, მაგრამ სამწუხაროდ დღეისათვის ეს ციფრიც აღარ არის შენარჩუნებული, სადღაც თუ არ ვწდები განახევრებულია, თუ შეიძლება უფრო ნაკლებიც. ამიტომ ქალთა წარმომადგენლობა საკმაოდ დაბალია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ 2008 წლის პარლამენტთან შედარებით, სადაც 6.6% იყო ქალთა წარმომადგენლობა, ეს პროცენტი გაიზარდა და გვაქვს გაორმაგებული, თქვა 2012 წელს, მაგრამ თვითონ სოფლიო მონაცემებს თუ გადავხედავ, მეკითხა, რამდენად დაშორებულები ვართ სოფლიო პარლამენტარების და პარლამენტების უпростоრად გენდერულ ანალიზს თუ გავაკეთებ და გადავხედავთ 190 ქვეყნიდან საქართველოს გადაინაცვლა 103 ადგილზე, ის იყო 134 ადგილზე, დღეს არის 103 ადგილზე. დაახლოებით ამ ადგილზე დღეს სირიაც იმყოფება და კიდევ ერთი ქვეყანა, ანუ სამი ქვეყანაა 103 ადგილზე, ანუ პროცენტულად. მაგრამ იქ ეს არის დაფიქსირებული როგორც 12%. დღეს სინამდვილეში ჩვენ 12% არ აქვს. ალბათ კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვიდოდით, მაგრამ ნუ აი 2013 წლის ვთქვათ თებერვლის მონაცემით ჩვენ ვართ 103 ადგილზე. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, გითხარით თუ ეს არის 190 ქვეყანა და აქ მე ვფიქრობ, რომ ისეთ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო და რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის არის დემოკრატიული და განვითარებული და მიდის დემოკრატიის მშენებლობისკენ, ძალიან მძიმეა მას, რომ კონდეს ასეთი დაბალი მაჩვენებელი იმ ფონზე, როცა მისი მოსახლეობის 52.3% არის ქალი. ამიტომ აი ესეთი დისბალანსი არა მარტო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არამედ მოსახლეობის კუთხითაც ძალიან შემაშფოთებელია. ამის აღსანიშნავად ისიც შემიძლია მოვიყვანო, რომ არაერთი საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული, ვალდებულებს, რომ საინტერესოა ეს გარდა იმისა, რომ თანხმდებით, რომ აუცილებელია ამ ბალანსის დაცვა, საერთაშორისო ვალდებულებები რა, ანუ კონკრეტულად როგორი გვაქვს ამ მიმართულებით? ამ მიმართულებით რა ვალდებულებები აქვს საქართველოს? 1994 წელს საქართველოს მიუერთდა სიდო კონვენციას. ეს არის ქალთა მიმართ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ კონვენცია, რომელიც ასევე მოკლედ რო ვთქვათ, არის ქალთა კონვენცია. ამ კონვენციასთან მიერთებით საქართველოს აიღო ვალდებულება, რომ ის დაიცავდა ქალთა უფლებებს არა მარტო ცხოვრების ყველა დონეზე და სფეროში, არამედ გადაწყვეტილების მიღების დონეზეც. თქვენ იცით, რომ სიდო კონვენცია ავალდებულებს ასევე ქვეყანას ანგარიში წარადგინოს განხორციელებულ საქმიანობაზე და შემდეგ ის უკან აბრუნებს რეკომენდაციას, რა არის გაკეთებული და რა არის გასაკეთებელი. აი ესეთი ერთ-ერთი რეკომენდაცია, უკვე 3 რეკომენდაცია გვაქვს მიღებული მათგან, ქალთა დაწინაურების ხელშეწყობა. სამწუხაროდ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული, მაგრამ არასაკმარისი. ასევე მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც 2011 წელს დაიდო, რომ აუცილებელია ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა 30%-მდე მაინც გაიზარდოს. და ჯერჯერობით ჩვენთან ეს მაჩვენებელი, როგორც გითხარით, 12%-ია და საკმაოდ დაბალია ჩვენი ქვეყნისთვის და ევროკავშირის ქვეყნები, ევროსაბჭოს ქვეყნებისთვის კიდევ უფრო დაბალია. ანუ ეს გამოდის, რომ მართალია ქვია საერთაშორისო ვალდებულება, მაგრამ მაინც კეთილი ნება უნდა გამოხატოს ქვეყანამ, იმიტომ გეკითხებით, რომ ანუ რეკომენდაციებს გვიგზავნიან. ანუ შევასრულებთ თუ არ შევასრულებთ, აი ამ შემთხვევაში იცით რა, ეხა ასეთი სადამსჯელო ხასიათი არ ექნება, რა თქმა უნდა და გარკვეული ტიპის რეკომენდაციებზე ყაბულდება, ვთქვათ, იგივე გაერო, იგივე ევროსაბჭო, მაგრამ მისი რეკომენდაციები საჭიროა, რომ გათვალისწინებული იყოს ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეს რეკომენდაციები არა იმიტომ გამოდის, რომ თითქოს რაიმეს გვახვევდეს ვინმე თავს, ეს არის ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე. ასევე იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც არის საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში საკმაოდ ძლიერია ქალთა სქესის წარმომადგენლები, ისინი როგორც პროფესიონალებია, საკმაოდ აქტიურები არიან, ასევე პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაში მონაწილეობას იღებს ქალების დიდი ნაწილი და თვითონ პოლიტიკური პარტია არ არსებობს საქართველოში, სადაც 30-დან 40%-მდე არ იყვნენ ქალები წარმოდგენილი. თუ პარტიაში ამ რაოდენობით არიან ისინი შესული და მის ცხოვრებაში იღებენ მონაწილეობას, მაშინ რატომ არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების დონეზე? ამიტომ აქ ცოტა ისეთი კაზუსური სიტუაცია გვაქვს, რა ხდება, რატომ არ ეწყობა ხელი ქალს რომ დაწინაურდეს და სწორედ საერთაშორისო
საერთაშორისო რეკომენდაციები არის სახელმწიფო პოლიტიკის შექმნასთან დაკავშირებული ამ გენდერული თანასწორობის გასაგებია, დიდი მადლობა. ქალბატონ ლელი, თქვენ ბრძანდებით რეგიონული კოორდინატორი, საინტერესოა იქამდე ვიდრე უშუალოდ ქალბატონ ლელას ვკითხავდეთ, რომელსაც ეხება ეს ყველაფერი და განსაკუთრებით კარგად იცის, როგორი არის რეგიონში სიტუაცია აი ამ თვალსაზრისით? მოგესალმებით. რეგიონში საერთო მაჩვენებელი დეპუტატების რაოდენობის ადგილობრივ თვითმმართველობებში დაახლოებით 12%-ია. მაგრამ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა, აი მაგალითად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სულ 3 ქალი დეპუტატი ბრძანდება, ლაჩხუთის მუნიციპალიტეტში 4, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 5. ასე რომ ციფრები თვითონ უჩვენებენ, რომ არც თუ ისე საღარბიელო სიტუაცია. თქვენ რა სიტყვით ქალბატონ ლელა, რატომ იქმნება ასეთი სახის პრობლემა, როცა ციფრები ძალიან კარგად მეტყოლებს იმას, რომ ქალები განსაკუთრებით პასიურები არიან, თუ ანუ რა სიტუაცია ამ თვალსაზრისით? მოგესალმებით მაყურებელს. პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ ეს ქსელი გურიაში ჩამოყალიბდა. იმიტომ რომ გურულები ცოტა განსაკუთრებით მანდილოსნები აქტიური ადამიანები ვართ, მაგრამ აუცილებელი არის ჩართულობა და აი ვიღაცამ უნდა ეს რაღაც შემოიკრიბოს ეს ადამიანები, ერთი და ორი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს ეს ვიცით და ეს არის ძალიან კარგი ზუსტად აი სულზე მისწრებულიო გურულებმა რო იციან ესეთი სიტუაცია ამ ქსელის ჩამოყალიბება. მინდა გითხრათ რომ მე გავწევრიანდი ამ ქსელში, მემორანდუმს მოვაწერე ხელი, მე აღვთვი ჩემს მეგობრებს დახმარება და რაც კი შემიძლია და თუ შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ. მიზეზი არის სხვადასხვა, იმიტომ რომ ეხა პირველ რიგში ნება უნდა იყოს ქალის, რომ მას უნდა კონდეს ის ლიდერობის მიდრეკილება, მაგრამ ეს ორი დღით არ ხდება, ეს წლები ჭირდება ამ ყველაფერს. მე არაერთხელ თქვენს გადაცემაში მისაუბრია და აღარ განმეორდები, მაგრამ მე მაინც პოლიტიკურ პარტიებისკენ გავიხედები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები როცა საარჩევნო სიებს წერენ, აქ მიკერძოებებს ადგილი და ავიწყდებათ მაშინ მანდილოსნები. საარჩევნო კამპანიის დროს ჩართულობა ქალთა ძალიან მნიშვნელოვანია და აქტიურად ერთვებიან, ძირითადად აი საარჩევნო კამპანიის წინა პერიოდები მაქვს მხედველობაში, მაგრამ ის აქტიური მანდილოსნები აი კონკრეტულად სიების დაწერის დროს ავიწყდებათ რატომაც. ანუ იმ ნიშნით ხდება თქვენ ფიქრობთ რომ დავუშვათ კონკრეტული ადამიანი ქალბატონი არის და ამიტომ ვერ მოხდება? არა, ეხლა თუ ცოტა კიდე პოლიტიკურად ესე გამომივა მაინც ოპოზიციურად, მაგრამ მთელი ამ 20 წელია პოლიტიკაში ვარ, იცით ამის შესახებ და 9 წელია ვარ აქტიური ოპოზიციაში და აი როცა ვხედავ მე სულ ყოველთვის ჩემს ხელმძღვანელობასთან პარტიის ლიდერი ვიყავი, მე იცით რამდენიმე პოლიტიკური პარტიის და ყოველთვის ვიწყებდი იქიდან რომ აუცილებელი არის ქალი და სხვათა შორის ერთადერთი ადამიანი პოლიტიკურ ლიდერებს შორის იყო ზურაბ ჟვანია და შემდეგ ცოტა მოგვიანებით ნოღაიდელი, რომელმაც ამ ბალანსის დაცვა თვითონ დამეთანხმა ამ ყველაფერზე. მაგრამ იცით რა არის აქტიურობა ერთია, მაგრამ უნდა დავინახოთ, ვიმუშაოთ ამ ადამიანებთან, მაგრამ როცა ოპოზიციაში ხარ, მაშინ უფრო ადვილად იღებ გადაწყვეტილებებს, მაგრამ როცა სახელმწიფო პარტია, ну ასე იყო და იმედი მაქვს რომ მაწი არ უნდა გაგრძელდეს ასე, უკვე იქ რაღაც ნაცნობობა, ახლობლობა და იქ ყველას ავიწყდება ქალი და მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა რომ ოზურგეთში ძალიან ბევრი აქტიური მანდილოსნები არიან, პროფესიონალებია, ხო ეს ხო ყველაზე მთავარია. და ამიტომ ამ ადამიანების შემოკრება არის საჭირო და ამ ადამიანების გვერდით უნდა დავიყენო და რა ვიცი, მე მგონი უკეთესი იქნება დღეს რომ ხედავთ აი ესეთ ინერტულ საკრებულოს, რომელიც 2010 წლიდან დღემდე არის ოზურგეთის რაიონში. ქალბატონები ცოტანი იყვნენ აი ამ საკრებულში. ხო, ამასაც თუ გავიხსენებთ 2006 წელს 5 ვიყავით ქალები და დღეს 3 ვართ. და ყველაზე მთავარი რა არის, იცით, პროფესიონალი და აი ეხლა ერთ-ერთი ექიმია, ძალიან კარგი დეპუტატია, იცით, ირმა რობაქიძე, რომელიც ფაქტიურად სოფლის ექიმია და იმდენად გადაწვირთულია მისი საქმიანობით, რომ ფიზიკურად ამ დროც არ აქვს ამ ადამიანს, რომ საკრებულოს დაუშვათ და სხდომას დაესწროს, რაღაც ჩართულობა კონდეს ამ იმაში, პროფესიონალია და ის ხალხს ჭირდება, იმ სოფელს ჭირდება და ასეც არ უნდა მივხედოთ ჩვენ ამ იმას, როცა ადამიანს მისი საქმე აქვს, აი კი მართალია დეპუტატიც უნდა იყოს, მაგრამ განსაკუთრებულად მისი საქმე უნდა აკეთოს. მიუცლელია და ამიტომ ხშირად ვამბობ, რომ სულ რამდენიმეჯერ ხარ ნამყოფი მეთქი ვეუბნები იმას, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
ხო, მაგრამ ესეც არ უნდა იყოს. გასაგებია. მან საუბრობთ, რომ აუცილებელია ქალბატონისაც და მამაკაცის პოზიცია წარმოდგენილი იყოს ქართულ პოლიტიკაში და რომ ეს წაადგება ქართულ პოლიტიკას, თუმცა რატომ? ეს შეკითხვა არის ძალიან საინტერესო, ანუ რა უპირატესობა აქვს ქალს მამაკაცთან შედარებით ის, რაც დაუშვათ მამაკაც არ აქვს და შეიძლება ქალმა გააკეთოს ის, რაც მამაკაც არ ძალუძს. ანუ გვაქვს თუ არა ესეთი სახის პლუსები? არა, მოდით ესე ვთქვათ, ის რაც შეუძლია ქალს გააკეთოს პოლიტიკაში, იგივე შეუძლია კაცს გააკეთოს და რაც კაცს შეუძლია გააკეთოს, იგივე ქალს შეუძლია გააკეთოს. რატომ ხდება ეს? იმიტომ ხდება, რომ როდესაც საქართველოს მოსახლეობის 53% არის ქალი, მისი ხედვა და მისი აზრი არსად არ არის დაფიქსირებული ხა. როდესაც მოსახლეობის უმეტესობაზე ვიძახით, რომ ქალი ვართ და გარკვეული პრობლემები არსებობს საზოგადოებაში, მაშინ ვინ არის ამ პრობლემების გამხმოვანებელი და ამ პრობლემებზე მოსაუბრე? 10% იმ ქალების რაოდენობისა, რომელიც არის საქართველოს პარლამენტში, ძალიან ცოტაა. 3 ქალი, რომელიც არის ახმასრულება სტრუქტურაში, ჩამოვიდეთ ახლა უფრო ქვედა რგოლებში და ვთქვათ, გუბერნატორი ქალი დამისახელეთ არ აყვავს, გამგებელი ქალი არ აყვავს. საკრებულოს თავმჯდომარე სხვა არჩევითი ორგანოა ხა, ეს სხვა არის დანიშნვითი. აქედან ძირითადად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოდიან და როგორც აგაჟღერ და პოლიტიკურ პარტიებში ძალიან ბევრია ქალი, რომელიც ასრულებს რაღაც გარკვეულ საქმეს, მაგრამ გადაწყვეტილებაზე რომ უნდა მიდგეს საქმე და ქალები უნდა ჩასვან წინა პოლიტიკური პარტიების სიებში, რატომღაც სიის ბოლოს მოაქცევენ და თავში არ სვამენ. ეს კიდე ერთ-ერთი არადემოკრატიულობის მაჩვენებელია პოლიტიკური პარტიების. ესე კი რა გამოვიდა, რომ იქ სადაც ხდება გადაწყვეტილების მიღება და ის სადაც უნდა დაფიქსირდეს ორივეს აზრი, როგორც მამაკაცის ისე ქალის, გამოდის რომ მარტო მამაკაცის აზრი ფიქსირდება, მამაკაცის აზრი დომინირებს და ქალის აზრი საერთოდ არ ჩდება. აქედან გამომდინარე ვაწყდებით იმ დისბალანსს საზოგადოებაში და ვაწყდებით იმას, რომ არ ხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც უნდა მოხდეს. გასაგებია. საინტერესოა ამ ქალბატონმა გარდა იმისა, რომ პოლიტიკური ნება რაღაცნაირად არ არის, ამ შემთხვევაში უხეშად რომ ვთქვათ ბრალეულობა რაღაცნაირად ქალბატონების ხო არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ისინი პასიურები არიან. ჩვენ საუბრობდით შეხვედრაზე გაჟღერდა მენტალიტეტის აღზრდის პრობლემები, იყო ძალიან საინტერესო მაგალითი მარნეულის არჩევნებთან დაკავშირებითაც. თქვენ როგორ ფიქრობთ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ეს ხდებოდეს გარდა პოლიტიკური პროცესების, რა შეიძლება იყოს? ძირითადი მიზეზი ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, არის ის ნეგატიური სტერეოტიპები, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია და არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყანა არ არის გამორჩეული ამ ხრივ სხვა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან, უბრალოდ განვითარებული ქვეყნები მივიდნენ იქამდე, რომ მათ გადაწყვიტეს ხელი შეეწყოთ ქალთა დაწინაურებისთვის. ასე რომ განსაკუთრებული რამე ისეთი არ გვჭირს, რომ სხვაგან არ ყოფილა და ჩვენთან ხდება მარტო, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეეხება მენტალობას, მენტალობა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სქესის პრობლემა, ეს არის მთლიანად საზოგადოების პრობლემა. ქალი არ გამოირჩევა ამ საზოგადოების ნაწილია ისიც და ამიტომ განსხვავებული პრობლემა მას არ აქვს. აქ მთლიანად მიდგომაზე უფრო კომპლექსურია, ვიდრე რომ დავასახელო, რომ ამისი ბრალია თუ იმისი ბრალია, სამწუხაროდ ასე იოლად არ არის საქმე. აქ არის მთელი რიგი შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის ქალს და პირველ რიგში ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება, საზოგადოებრივი მენტალიტეტი, რომელიც საკმაოდ რთულად ვითარდება, საკმაოდ ძნელად ვითარდება და მას წლები ჭირდება, რომ შეიცვალოს. სწორედ ამიტომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ვსაუბრობთ ქალთა დაწინაურებაზე, რომ აქ ჩაერთოს სახელმწიფო პოლიტიკა შედგეს უფრო ჩქარა და დაჩქარებული წესით, ვიდრე ჩვენი მენტალობა შეიცვლება. ამიტომ საკანონმდებლო ინიციატივები და კანონმდებლობა აქ გადამწყვეტი სიტყვის სანამ კანონმდებლობამდე მივალთ, იქამდე ვკითხოთ ქალბატონ ლელის, რა მიმართულებით აპირებთ მუშაობას რეგიონის დონეზე, რომ ეს თავი პრობლემა, რაც გვაქვს დღეს ერთ-ერთი ჩართულობა ქალბატონების გაიზარდეს და ასევე აქვე მინდა ვკითხოთ, თქვენი აზრით განსხვავდება თუ არა რეგიონელი ქალების და დედაქალაქელი ქალების პრობლემა, ანუ პრობლემები არის თუ არა სხვადასხვა ტიპის ამ შემთხვევაში. და ასე მეთოდები რა მიმართულებითაც აი ამ პროექტის ფარგლებში მუშაობას აპირებთ ადგილზე. წეგან ქალბატონმა მაიამ ბრძანა, რომ ძირითადად არის სტერეოტიპები ჩამოყალიბებული საზოგადოებაში, არის მენტალობის პრობლემა არის და რა თქმა უნდა ძალიან ბევრია ამ მხრივ სამუშაო. ამიტომ ჩვენ როგორ ვგეგმავთ მუშაობას? ჩვენ ვგეგმავთ, რომ ალბათ ყველა სოფლში შევალთ, ყველა
ბაზას შევქმნით, შევისწავლით ქალებს, შეიძლება კონდეთ არ არის პოლიტიკურად აქტიურია თუ არ არის აქტიური. არც ის არ არის მთავარი ქალი, კარგი სპეციალისტი თუ მაინდა-მაინც თუ კარგი სპეციალისტია, თუ კარგი ადამიანია, იმას უკეთესად შეუძლია და უფრო გათვლილად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და მე არ ვიზიარებ იმას, რომ თუ კარგი სპეციალისტია, ის აუცილებლად ვიწრო სპეციალობით უნდა დავასახმოთ. პირიქით, როდესაც კარგი პროფესიონალი ადამიანი ის თავის პროფესიაში კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს. აი ისეც უნდა კარგ პროფესიონალს უნდა დავეკითხოთ, როგორ მოვიქცეთ, აი თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ სოციალურ სფეროში, უფრო უკეთ მოგცემს რჩევებსაც, უფრო უკეთ მიიღებს გადაწყვეტილებებსაც. ახლა რაც შეეხება რამდენად განსხვავება, შეიძლება იყოს განსხვავება, მაგრამ საერთოდ როდესაც მქონდა ჩვენ გასული წლის აგვისტოში მქონდა შეხვედრები, მე მქონდა შეხვედრები სხვათა შორის მთის სოფლის ქალებთანაც მქონდა შეხვედრები და ჩემთვის გასაოცრად დიდი სხვაობა ვერ აღმოვაჩინე ქალაქში მცხოვრებ ქალებსა და სოფელში მცხოვრებ მენტალობის პრობლემებში შეიძლება მძაფრად წარმოდგენილი არ არის რეგიონის დონეზე. მე ვფიქრობ, რომ მაინდა-მაინც მძაფრად არ განსხვავდება დიდად. არ არის ძალიან ისეთი განსხვავებული, იმიტომ რომ შეიძლება ასეთი მენტალობის ადამიანები ქალაქში შექმნენ და სოფელში შექმნენ. არ განვასხვავებდი მე და ვფიქრობ, რომ შეიძლება სოფელში კარგი მუშაობით უფრო გააქტიურდნენ კიდეც და უფრო კარგი გადაწყვეტილებებიც მიიღონ. აი, წერამ თქვი და ვიმეორებ, რომ ცოტა ისეთი სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი მაღალი მთის სოფლებში ქალებთან საუბრით. სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი. ქალბატონი ლევა, თქვენ აღნიშნეთ, რომ გენდერული თანასწორობის ქსელთან აქტიურად თანამშრომლობას გეგმავთ. თქვენ დიდი ხანია ქართულ პოლიტიკაში ხართ, ადგილობრივ სიტუაციას ძალიან კარგად იცნობთ. რაღაცა რეკომენდაციის რჩევის სახით რა შეგიძლიათ გითხრათ, რომ რა მიმართულებით ჯობია, რომ იმუშაოს ქსელმა გურიის დონეზე? რომ შედეგი უფრო ეფექტური გქონდეს. რეკომენდაციას ვერ დავარქმევდი, რადგანაც ვაპირებ თანამშრომლობა შევა და დაუშვათ ერთიანი ეს იქნება ის, რომ აუცილებელია გააქტიურება როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. ეხლა მე უფრო ქალაქს გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ქალაქი 13 საარჩევნო უბნისგან შედგება და ამიტომ 13 საარჩევნო უბანში განსაკუთრებული დატვირთვით უნდა მე ასე ურჩევდი, თუ ამას რჩევა ქვია, რომ ქალაქი ცალკე იყოს გამოყოფილი, იმიტომ რომ აი ყველა სოფელში თითო არის სოფლები, სადაც აი რაღაცა პროექტები, ხა მე არასამთავრობო წარმომადგენელიც ვარ იცი და აი როცა დაუშვათ შევდივართ აი ერთ სოფელში და აი მონათესავე სოფელში აღარ მოხერხდა შესვლა. აი საყვედური გითხრა იმ ხალხმა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ეს არის, იმიტომ რომ იმდენად პოლიტიზირებული გახდა მოსახლეობა და თვითონ ჩვენი ამომრჩეველი და რაღაც იმედებით ჩაესახა სამომავლო, რომ აუცილებელია თითოეულ ადამიანთან მისვლა, თითოეულ მანდილოსანთან. ეხლა ის რომ დაუშვათ არის 1000 მიზეზი ჩვენ ეს ჩამონათვალიც არის და კვლევები ამაზე ჩატარებული და ეს პირიქით ჩვენ უნდა დავამსხვრევთ, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდეს უშუალო ურთიერთობები, აი რაღაც ღონისძიებებში უნდა ჩავრთოთ ეს კალები, დავანახოთ ერთი თუნდაც ერთი მაინც გაკეთებული საქმე, მაგრამ მე დავეთანხმებ ეგ ჩემს მეგობარს, რომ აუცილებელი არის საკანონმდებლო ცვლილება. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ეს წლებია მუშაობს ეს ხალხი ამ ყველაფერზე, თუ ნება არ დარჩა ხელისუფლების, ხო? ეხლა ვერანაირი რეკომენდაცია დაუშვათ ვერ ამ ნებას ვერ იმას იზავს. და ძალიან ცუდია, იმიტომ რომ და იმას ვერ დავეთანხმები, რომ აი მაგალითად მამაკაცები რო ყველაფერს კარგად აკეთებენ, მე ხა ჩემი გამოცდილებიდან ჩემ თავზე არ ვსაუბრობ, ჩემს ირგვლივ მანდილოსნებზე ვსაუბრობ, რომ როცა აი ცივი გონებით, გაცილებით მეტად აზროვნებს და გადაწყვეტილებას იღებს ქალი ვიდრე მამაკაცი. აი კონკრეტული მაგალითები უცბად გამახსენდა და დიპლომატიური მიდგომაც. თუნდაც მტერი როცა მოდის, ახლა ღერთმა გვაშოროს ყველას, როცა მტერი მოდის და იმას მიდგომა ჭირდება მისი და არა დაუშვათ იქეთ ისა, ხო? აი ქალი განსაკუთრებით, იმიტომ ახლა ქალებს არ ვაკეთებ, იმიტომ არ ვამბობ, მაგრამ აი რაღაც გამოსავლას ყოველთვის მონახავს თუნდაც მტრად მოსულ ადამიანს მოყრად მოიკიდებს მაგალითად ქალი. და ესეთი მაგალითები ჩვენ სინამდვილეში არსებობს. ქალბატონმა ლევამაც ახსენა საკანონმდებლო პრობლემები. მუშაობთ თუ არა რაიმე სახის ინიციატივას, ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ გესახებათ, რა მიმართულებით შეიძლება ეს მუშაობა წავიდეს, რომ რაღაცნაირად უხეშად რომ ვთქვათ, კანონი იყოს დამხმარე ქალისთვის
აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იგივე პოლიტიკაში მოსასვლელად. რაღაცა წამახალისებელი ანუ საკანონმდებლო მიმართულებით როგორ გესახებათ ეს ყველაფერი? ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ საქართველოს აქვს გარკვეული ტიპის მოწესრიგებული კანონმდებლობა ამ მიმართულებითაც. ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არაფერი არ აქვს, ჩვენ გვაქვს გენდერული თანასწორობის კანონი, ჩვენ გვაქვს ორი მოქმედებათა გეგმა გენდერული თანასწორობის მისაღწევად. პირველი ეს არის თვითონ გენდერული თანასწორობის მოქმედებათა გეგმა და მეორე არის ქალთა მშვიდობისა და კონფლიქტის თავიდან აცილების პრევენციის, ესე შეიძლება ითქვას, მოქმედებათა გეგმა, რომელიც შინაარსობრივ დედა აზრს წარმოადგენს რეზოლუციები 1325 1820, 1888 და 1960. ანუ ეს არის ის რეზოლუციები, სადაც ქალთა მონაწილეობაზეა საუბარი მშვიდობისა და კონფლიქტის თავიდან აცილების პრევენციისათვის. რაც შეეხება თვითონ იმ კანონს, რომელიც უშუალოდ ამ მიმართულებით გვაქვს, ეს არის საარჩევნო კოდექსში და მოქალაქეთა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში არსებული ასეთი მუხლი, რომელშიც საუბარია შემდეგზე, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში, როგორც თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებში, თავისი სიის ყველა ათეულში უნდა წარმოადგინოს 20% განსხვავებული სქესის. აქ არის დელიკატურად საუბარი ამ განსხვავებულ სქესზე, მაგრამ იმ პირობებში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, ცხადია, რომ ეს 20% მიმართულია ქალთა დასახმარებლად. აი ესეთი პოლიტიკური პარტიები მიიღებენ წახალისებას პარტიის დაფინანსებიდან 10%-ის ოდენობით. სამწუხაროდ ეს კანონი არ იყო კარგად გამოყენებული, არ გამოიყენა პოლიტიკური პარტიების იმ ნაწილმა, რომელიც მიმართული იყო აი ამ არჩევნებში, რომლებმაც გაიმარჯვეს და სწორედ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა არ ჩათვალეს ეს კანონი მნიშვნელოვნად და ეს კანონი მხოლოდ იმ პარტიებმა გამოიყენეს, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში, მაგრამ აი ახლა სწორედ მიდის საარჩევნო კოდექსის დამუშავება და ინტერფრაქციული ჯგუფია შექმნილი პარლამენტში, რომელმაც ასევე სამუშაო რეჟიმში ჩართო ამ საქმიანობაში, როგორც პარტიები, რომლებიც არ შესულან პარლამენტში, ასევე ჩართო არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები. სწორედ ჩვენ ქალთა გენდერული ხსელი არის ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე და ზუსტად 12 აპრილს ჩვენ გაგვაქვს კანონ პროექტი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. აქ არის საუბარი პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზრდით ამ 20%-იანს 30%-ამდე და უფრო გავხდით იმპერატიულს, ანუ სავალდებულო უნდა გახდეს ეს და თუ ამ სავალდებულობას გაითვალისწინებს პარტია, სწორედ აი ამის შემდეგ უკვე ვფიქრობთ ეს სანქცია გავხადოთ თუ ფინანსური წახალისება მერე ამაზე მიდის ახლა მსჯელობა და ვფიქრობთ რომ აი ამ ცვლილებებს გავატარებთ და ამ ინიციატივას შევიტანთ ამ ინტერფრაქციულ ჯგუფში. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხარც გვიჭერს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც არის მუდმივ მოქმედი ორგანო პარლამენტში, რომის ხელმძღვანელია ქალბატონი მანანა კობახიძე, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ აი ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ერთი პატარა კანონი, რომელიც ასე თითქოს პატარაა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ინიციატივა უკვე წარდგენილია პარლამენტში, როცა სიას აკლდება ქალი, სიით მაჟორიტარი არ შედის, ამ შემთხვევაში აქ არის პროპორციული სიით წარდგენილი კანდიდატი, რომელიც გამარჯვებულია და ტოვებს მანდატს, აუცილებლად ჩაანაცვლოს მომდევნო სიით მყოფმა ქალმა. და ამით ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ ის პროცენტი, ვთქვათ, რაც გქონდა იგივე 12%-ის შემთხვევაში ეს კანონი რო გქონოდა, ჩვენ მოვახდენდით იმ ქალების შენარჩუნებას, რაც იყო პარლამენტში. სამწუხაროდ ეს კანონი ცოტა დაგვიანებულია ამ წუთში პარლამენტის აი ახლა მიმდინარე პროცესებისთვის, თუმცა შეიძლება ამ პარლამენტსაც გამოადგეს იქ მყოფ ქალებს, როცა მათი ან გასვლა, ან ჩანაცვლება იქნება საჭირო, რომ ისევ ქალმა ჩაანაცვლოს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მხრივ თითქოს იმ უფლების დაცვა, რაც ამომრჩეველმა გააკეთა და მხარი დაუჭირა, ვთქვათ, ქალებს. მეორე მხრივ ეს არის დაცვითი მექანიზმიც იმ ქალების, რომლებიც აღმოჩნდებიან პარტიული პროპორციული სიით გასული კანდიდატების რიცხვში, რომ სანამ ამ ქალებს სადღაც გადაანაცვლებენ, მათ დაფიქრდებიან
გადაყვანა გადმოყვანაზე. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, ერთის მხრივ დაცვითი მექანიზმია და მეორე მხრივ ეს არის სამართლიანობა, რომელიც ვთქვათ ამომრჩევლის წინაშე აქვს აღებული გარკვეული ტიპის პოლიტიკურ პარტიას. ამიტომ ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და მე ვფიქრობ, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენ გაცილებით უკეთესი პროცენტული შემადგენლობა უნდა გვყავდეს თვითმმართველობაში. იმედია რომ სწორედ ასეც იქნება. ქალბატონმა ძალიან ნიშანდობლივი იყო ერთ-ერთი მიზეზი შესაძლო, რომელიც შეხვედრას იყო ნახსენები, ქალთა შორის სოლიდარობის არ ქონაზე იყო საუბარი, რომ შესაძლოა ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეს იყოს, ანუ რას გულისხმობთ კონკრეტულად ამაში, ხო არ გულისხმობთ წარმატებულ ქალ პოლიტიკოსებს თუნდაც რომელთაც შეუძლიათ რომ რაღაცა კუთხით ჩაერთონ აი ამ პრობლემის მოგვარებაში და იქცენ რაღაცნაირად მაგალითად ქალებისთვის. ხო, იქ რაც როცა გაჟღერდა და როცა იყო სოლიდარობაზე საუბარი, აქ საუბარი იყო ის, როდესაც საარჩევნო ყუთთან მიდიან, ქალები მხარს არ უჭერენ ქალებს. აი ამაზე იყო აქ საუბარი და ჩვენ და სამწუხაროდ ქალების უმრავლესობა ხმას აძლევს მამაკაცებს. როდესაც ვეკითხებით ხოლმე რატო და რატო ხდება ესეთი რაღაცა, ხშირად არის რომ მამაკაცია და უფრო მეტის გამკეთებელია. როგორ როცა მიდის კიდევ უფრო დაკონკრეტება, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ გააკეთებენ უფრო მეტს და რატო არ შეუძლია ეს ქალს გააკეთოს, მე პასუხს ვეღარ ვცემ. ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი ის პრობლემა, რომელიც გამოვლენილი იქნა წინა შეხვედრების დროს, რომ არ არსებობს სოლიდარობა და ქალები მხარს არ უჭერენ ქალებს. სამწუხაროა, მაგრამ ეს ესეა. თუმცა რამდენად სწორია თქვენი ასეთ, რომ დაუშვათ ქალმა ამომრჩეველმა დაუჭიროს მხარი ქალ პოლიტიკოს, აი ამ ნიშნით, რომ ქალბატონია ისიც რაღაცნაირად სოლიდარობა. ჩვენ როდესაც ლაპარაკობთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ თვითონ რეგიონმა უნდა წარმოაჩინოს თავისთვის მისაღები კანდიდატურები, რეგიონმა უნდა გააკეთოს არჩევანი და თქვენ როგორ გონიათ, აი თქვენს რეგიონში, გურიაში არ არიან ისეთი ქალბატონები, რომლებიც შეიძლება მოვიდნენ გადაწყვეტილების მიღების დონეზე ადგილობრივ თვითმმართველობაში, რომელმაც შეიძლება უფრო ის ბიუჯეტი, რომელიც არ შეიძლება მწირია, შეიძლება არ არის მწირი, მაგრამ მიმართონ ისეთ საკითხებზე, რომელიც რეგიონის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ არა მარტო ქალის, არამედ ბავშვის, თითოეული ადამიანის ცხოვრება შედგეს. ლაპარაკი და მე ვერ წარმოვიდგინე აქ გაჟღერდა რომ საკმაოდ აქტიური, ძლიერი, პროფესიონალი ქალბატონები არიან. ნუ თუ არ შეიძლება რომ ეს არჩევანი თვითონ გააკეთონ, გამოავლინონ ეს ქალბატონები, შემდეგ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ამ თქვენს მიერ გამოვლენილ ქალბატონები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და შევძინოთ ის უნარჩვევები, რომელიც პოლიტიკოსი ქალბატონებისთვის არის მნიშვნელოვანი და შემდეგ ისინი წარდგენ როგორც ქალი კანდიდატები. მაგრამ მე ერთს გეტყვით, ეს არ იქნება საკმარისი, რომ ქალი წარდგეს როგორც ქალი კანდიდატი. საზოგადოება უნდა იყოს მიმღები, საზოგადოება უნდა იყოს მზად, რომ ხმა მიცეს იმ ქალკანდიდატს. ეს არის უზარმაზარი სამუშაო და იმიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ კი არის ერთი კოორდინატორი, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობა გვექნებათ, მაგრამ ეს არის ობობას ქსელი, რომელიც დასული იქნება როგორც რაიონის დონეზე, ასე სოფლის დონეზე, დაბის დონეზე და ყველგან ეყოლება წარმომადგენლები, რომ თვითონ სოფელში, დაბაში, რაიონში და ცენტრში ერთნაირად მოხდეს გააქტიურება საზოგადოების, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს უშუალოდ ქალ კანდიდატებს და მათ კარგად უნდა გაიაზრონ თუ რატო უჭერენ და რატო აძლევენ ხმას. იმიტომ რომ მათი ცხოვრება შედგეს. აქ ითქვა რომ 9 წელი გავიდა 9 წელი, გავიდა 20 წელი და დავინახეთ რომ ცხოვრება არ შედგა. იმიტომ რომ მხოლოდ ერთი აზრი დომინირებდა საზოგადოებაში. ერთი აზრი იყო ისეთი, რომელიც ღებულობდა გადაწყვეტილებას და ჩვენ ყველა ვეთანხმებოდით და ჩვენ ვიძახით რომ ორი აზრი დომინირებდეს, ორი ხედვა დომინირებდეს, რომლებიც ერთმანეთთან მონახავენ კონსენსუსს, ერთმანეთში შეთანხმდებიან და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანას გახდის სტაბილურს, მდგრადს, უსაფრთხოს, მშვიდობიანს და ბოლო-ბოლო ამას რისთვის ვაკეთებ ჩვენ? არა, ჩვენი თავისთვისაც და ჩვენი შვილებისთვისაც, ჩვენი მომავალი თაობისთვისაც. ეს ხო თითოეული ჩვენი ქვეყანაა და არა ვინმე სხვისი. ამიტომ ყველამ უნდა გავაკეთოთ ისეთი არჩევანი და ყველამ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ
ჩვენ ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და მე ძალიან ბევრი გაჟღერდა იმისა, რომ ქალები მიდიან, მიგრაციაში არიან, იქიდან ოჯახებს ინახავენ, არავინ არ უნდა მიდიოდეს. აქ უნდა დარჩენ, აქ უნდა იყვნენ და უნდა შედგეს ეს ქვეყანა, როგორც ქვეყანა ერთხელ და სამუდამ. გასაგებია, დიდი მადლობა. ქალბატონია, ბევრჯერ გავაჟღერეთ მიზანი, რომ 2014 წლის არჩევნებისთვის გსურთ ქალების მეტი ჩართულობა. თქვენ ახსნით ასევე შეხვედრები სოფლებში. ძალიან ბევრ ადგილზე სადაც ქალბატონებს რაღაცნაირად ამ ყველაფერში ჩართოთ, მაგრამ საინტერესო ხო არ აპირებთ რაღაცნაირად კონსულტაციების გავლას ან მოლაპარაკებას, რა ვიცი, რაც გნება დავარქოთ პოლიტიკურ პარტიებთან. ანუ გასაგებია, რომ საზოგადოებრივი აზრის მომზადება გვინდა და საზოგადოებრივი მზაობა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ სიაშიც რაღაცნაირად წარმოდგენილი იყოს და რაღაც აქცენტი გაკეთდეს ქალბატონებსაც. საერთოდ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დღესაც მოწვეული იყო პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სანამ პოლიტიკურ პარტიებთან თუ წამოვლენ და რა თქმა უნდა წამოვლენ, ვითანამშრომლებთ, მაგრამ საერთოდ ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ დონეზე გამოვავლინოთ სამოქალაქო საზოგადოებაზე ვიმუშაოთ, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების დონის სამახლებაზე ვიმუშაოთ იმ ქალებზე, ვისაც შეუძლია. ისიც არ არის შეუძლია, მაგრამ შეიძლება არ უნდა რომ ჩაერთოს, არის ასეთი. უშუალოდ ჩვენ გვინდა რომ მივიდეთ და ვუთხრათ რომ შენ შეგიძლია და რომ შეეკითხები, რომ ეტყვი რომ შენ ეს შეგიძლია საამისოდ მოამზადებ, საამისოდ სამოქალაქო საზოგადოებასაც მოამზადებ, უკვე მე პარტიებთანაც თანამშრომლობა შეიძლება, თუმცა არ არის ახლა. მე ლალის გავაგზავნებ ლალისას თქვენის ნებართვეს, რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს. როდესაც იქნება შექმნილი ესეთი ძლიერი მონაცემთა ბაზა, სადაც იქნება ძლიერი აქტიური ქალი კანდიდატები. მე ვთვლი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისათვის ეს იქნება ძალიან კარგი რესურსი და ძალიან კარგი შესაძლებლობა. მე ვერ გეტყვით, რომ ეს რას გააკეთებენ პოლიტიკური პარტიები, რომ თუ იქნება ზემოქმედება საკანონმდებლო ბაზით და საკანონმდებლო ბაზა მიიღებს ისეთ კანონებს, სადაც მათ დაავალდებულებს, რომ გათვალისწინებული იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენლები პოლიტიკურ სიაში, აგერ არსებობს რესურსი, აგერ არის შესაძლებლობა და მათ შეუძლიათ ეს რესურსი გამოიყენონ და ჩასვან პოლიტიკურ სიაში. ანუ ჩვენ მივდივართ პოლიტიკური პარტიების დემოკრატიზაციისაკენ. იმიტომ რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროთ დემოკრატიზაციული პროცესები, რომ თანაბრად ღებულობდნენ იქ მონაწილეობას ქალები და მამაკაცები და არა ის, რომ მხოლოდ შიდა პარტიულ საქმიანობას ახორციელებდნენ პოლიტიკურ პარტიებში ქალბატონები. მადლობთ. არის თუ არა ეს პოტენციალი ქალბატონელობა, თუნდაც შიდა პარტიული საქმიანობისთვის, ანუ უფრო საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოვლენ ქალბატონები, ოზურგეთში გვაქვს რამდენიმე პარტია. გვაქვს თუ არა იმის პოტენციალი ამ თვალსაზრისით, რომ გამოვიყენოთ ამ ქალბატონების რესურსი. ყავს თუ არა ასეთი ქალბატონები და აქვე გკითხავთ თან, სახელმწიფო ნება რა თქმა უნდა არსებობდეს, მაგრამ თქვენი აზრით სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს ამისთვის, რომ ქალბატონების ჩართულობა რაღაცნაირად გაიზარდოს გარდა საკანონმდებლო ბაზის საკითხისა. რა თქმა უნდა, პირველ შეკითხვაზე კი პასუხებ, რა თქმა უნდა არსებობს ასეთი ქალბატონები. მინდა გითხრათ, ყველა პოლიტიკურ პარტიას ყავს აქტიური ქალბატონები, რატომღაც სამწუხაროდ შავი საქმეებისთვის ჭირდებათ პოლიტიკაში ქალბატონები აქტიური და სხვათა შორის შეხვედრაზეც გაჟღერდა ასეთი ის, რომ აი წინ მანდილოსნებს უშვებენ შავ სამუშაოზე და უკან მიყვებიან მამაკაცები. ნუ არ მიწყენს მამაკაცები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ასეა. ეხლა რაც შეეხება მარტო პოლიტიკურ პარტიებსაც არა. სამოქალაქო საზოგადოება ნელ-ნელა აქტიურდება, ოზურგეთის მაგალითზე მინდა გითხრათ, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლისთანაც ჩვენ თანამშრომლობთ, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ პირველი ამ ხელისუფლების, ახალი ხელისუფლების ხედვა და ბატონი ივანიშვილის ეს არის, რომ გააქტიურდეს სამოქალაქო საზოგადოება. აი ამ ნაწილშიც რა თქმა უნდა, აი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ვიცი, რომ აი ამ კუთხითაც უნდა გააქტიურდეს და გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში არსებობენ ქალბატონები და მანდამაინც პარტიის მანდატი არ უდევთ ჯიბეში, არიან ადამიანები, მე ჩემს ირგვლივაც ძალიან კარგად იცით თქვენ, რომ უმეტესობა ქალბატონია, რომელიც გამოცდილია, პროფესიონალია და ამიტომ ეს ამ ადამიანებმა
ცოტა ხნით არჩიეს, რომ პოლიტიკური პარტიის გარეშე მიიღონ ამ ქვეყნის მშენებლობაში, ჩვენი რაიონის მშენებლობაში მონაწილეობა. ამიტომ ჩვენ ეს არ გვაქვს მაგის პრობლემა, რომ ეს არ არის, მაგრამ თუმცა მინდა გითხრათ, რომ რესპუბლიკურ პარტიას ძალიან ბევრი მანდილოსანი ყავს პარტიის წევრი და აქტიური მუშაკი არის, სხვა პოლიტიკური ძალებიც, ოცნებაშიც მეტნაკლებად არიან და ახლა ეს კოალიციური რეჟიმია, მაინც რაღაცები დასახვეწია, ეს ჩემი შეხედულებაც არ არის, მაგრამ არიან მანდილოსნები, ამიტომ აი თავარი არის, რომ იყოს პოლიტიკური პარტიის ნება, სამოქალაქო საზოგადოების ნება და ის ადამიანები, რომლებიც ამ წუთას თითქოს არ ჩანან, მისი აქტიურობით აუცილებლად გამოჩნდებიან და ჩვენ დავასუსტად ეს ქსელი მიიღებს მაგაში აქტიურ მონაწილეობას, რომ ეს ჩვენ წარმოვაჩინოთ ეს ადამიანები. გასაგებია. გადაცემის დასასრულისკენ მინდა შევეხო რამდენიმე სფერო, თუნდაც ერთი არ ვიცი როგორ დავარქვათ, არის სპეციფიკური მიმართულების, სადაც ქალბატონები არიან დომინანტები და ქალბატონები არიან წარმოდგენილნი. საგანმანათლებლო სფერო ალბათ ასეთ ის მაგალითად შეიძლება რომ მივიჩნიოთ. რისი ბრალია ეს თქვენი აზრით და რა არის მიზეზი და აქ რახან სკოლას შევეხეთ, მინდა გკითხოთ, ცოტათი უკან რომ გადავიწიოთ და პრობლემას ზირეულად ჩავუწვდეთ, რამდენად მიზანშეწონილი იქნება თუნდაც საგანმანათლებლო პროგრამებში რაღაცნაირად, რაღაცა დოზით რომ მივაწოდოთ ბავშვებს, აი ამ გენდერული საკითხები რაღაცნაირად თავიდანვე რომ იყოს ჩადებული თუნდაც ბაღის თუ არა სკოლის ასაკიდან მაინც. ძალიან დიდი მადლობა, ისევ ძალიან საინტერესო შეკითხვა და მისვი, რაც შეეხება თვითონ განათლების სისტემას. პოლიტიკურ პარტიაშიც ჩვენ გვაქვს პრობლემა განათლების. გავიდეთ აქ, რომ პოლიტიკურ პარტიას სჭირდება განათლება არა მარტო ქალების, არამედ მამაკაცების. უბრალოდ ჩვენ შეფასების დროს ხშირად ვამბობთ, რომ ქალებს სჭირდებათ, ქალი უნდა იყოს ღირსეული, მაგრამ ამ სიტყვებს არ ხმარობთ, არა გვაქვს გამოყენებაში, როცა მამაკაცზე ვსაუბრობთ, რომელიც არის უკვე პოლიტიკაში ან აპირებს მოსვლას. ამიტომ პოლიტიკური განათლებაც ძალიან დიდი პრობლემაა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის. პოლიტიკური განათლება ეს არის საუკუნოვანი განათლება, რომელიც ძალიან ადვილად შეგვიძლია გადმოვიღოთ და სურვილის შემთხვევაში ჩვენივრად შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც მამაკაცი პარტიის წევრებისთვის, ასევე ქალი პარტიის წევრებისთვის, მაგრამ რაც შეეხება თვითონ განათლების სისტემას. განათლების სისტემა არის ძირეული და მენტალური პრობლემის ერთ-ერთი შეიძლება ითქვას საშუალება, რომ დაამარცხოს ის პრობლემა, რასაც ჩვენ მენტალურ პრობლემას ვეძახით, არის სწორედ განათლება. უბრალოდ აქ არის საუბარი გრძელვადიან პერსპექტივაზე სამწუხაროდ. განათლება უნდა დაიწყოს ბაღის ასაკიდან. გენდერული თემატიკა ჩნდება არა დაბადების დღიდან, როგორაც ჩნდება ბავშვი, არის ასეთი ტიპის პრობლემა, როცა მას სტერეოტიპი ვარდისფერი ფერის და ცისფერი ფერის. როცა აბსოლუტურად და თავისუფლად შეიძლება არჩევანი გაკეთებული იყოს ან იმ ფერზე, ან ამ ფერზე, ან სხვა ფერზე, ხო? ის არის აუცილებლად აწყობილი ცისფერ ვარდისფერ ფერებზე და უკვე სტერეოტიპი გაჩნდა. სტერეოტიპი ჩნდება დაბადებისთანავე და გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომ ცუდიც არაფერი არაა ამაში, თუ მერე კიდევ არ ვამძიმებთ. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა გოგონა ძალიან უხდება ცისფერი ფერი და აბსოლუტურად წყნარად შეიძლება დაბადების დღესვე ჩააცვან ცისფერი ფერის სამოსი და ამითი არაფერი დაშავდება. ამიტომ დაბადების დღიდან იწყება ჩვენი სტერეოტიპული დატვირთვა, როგორც მამაკაცების, ასევე ქალებისათვის, ამიტომ აღზრდა იწყება, როგორაც ადამიანი მოევლინება ამ ქვეყანას. ამიტომ ყველა ასპექტში, ყველა ცხოვრების ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია და უმნიშვნელოვანესია ბაღში ეს იყოს შეტანილი. ამაზე არსებობს მთელი რიგი პროგრამები, გადასარევი ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის სკოლები გვაქვს საქართველოში, შეიძლება მათი გამოყენება იმ ექსპერტების, რომელიც გენდერული თანასწორობის და გენდერული თემატიკის ირგვლივ მუშაობს და მე მგონია, რომ სკოლაში არა მე-9 კლასში სამოქალაქო განათლებაში, არამედ პირველი კლასიდან სახელმძღვანელო იყოს გენდერულად მგრძნობიარე და არა უკვე გამიჯნული რა პროფესია არის ქალის, რა საქმიანობაა გოგოსი, თუ ვინმე ტირის წიგნში თუ არის ნახატი, ეს უნდა იყოს აუცილებლად გოგონა, თუ ვინმეს იარაღი უჭირავს, ეს უნდა იყოს აუცილებლად ბიჭი
და ასე შემდეგ. ანუ ის სტერეოტიპები, რაც ჩვენთან არის ასეთი მოდებული, ეს რა თქმა უნდა ჩვენს აზროვნებაში შედის და ისე ილექება, რომ ჩვენ ვერც აღვიქვავთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განათლება და სწორედ განათლება შეუძლია ჩვენი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. ყველა მაკეტეს ის რისი სურვილიც აქვს და ამით არ უნდა ვძიბდებოდეთ რაიმე ან მენტალური პრობლემით ან სტერეოტიპით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ყველანი პოლიტიკოსები ვერ გავხდებით და არ გავხდებით, იმიტომ რომ არ აქვს სურვილი და ასევე ყველანი ვერ გავხდებით რაიმე პროფესიის, ვთქვათ, პედაგოგები აუცილებლად, თუმცა თქვენ იცით, რომ განათლების სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ იქ დისბალანსია სამწუხაროდ მამაკაცების კუთხით. მამაკაცები ძალიან ცოტანი არიან პედაგოგები. მე მაინც ვფიქრობ, რომ აქ არის, ეს არ არის ერთი პრობლემა, ეს ცოტა დიდი პრობლემა და პირველ რიგში აქ არის ის, რომ ეს პროფესია არის ძალიან შრომატევადი და არ არის ანაზღაურებადი, სათანადო ანაზღაურება არ არსებობს. ეს პრობლემა თქვენ როგორ ფიქრობთ? საერთოდ მსოფლიო პრობლემაა ეს, არ არის მარტო ყველგან მსოფლიოში პედაგოგებს ნაკლები ანაზღაურება აქვთ, თითქოს ხო დაფასებული პროფესიაა, მაგრამ ანაზღაურება ნაკლები აქვს, მაგრამ ასე არ შეიმჩნევა პედაგოგების არ მონაწილეობა ბავშვთა აღზრდაში. მე მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოს ამ მხრივ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო, როგორმე ხელი შეუწყოს პედაგოგად მამაკაცების გახდომას, წაახალისოს, ეს რა თქმა უნდა ორივე ჯგუფს ძალიან დაეხმარება, როგორც ქალ პედაგოგებს, ასევე მამაკაც პედაგოგებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდეს მამაკაცი ამ სივრცეში. ამ სივრცეს ძალიან უჭირს ჩვენ ახალგაზრდებს, მოზარდებს, ყმაწვილებს, იმიტომ რომ ისინი ცალმხრივად ვითარდებიან, მათ აღზრდაზე სკოლაში არის პასუხისმგებელი მთლიანად ქალები. ეს შეუძლებელია. პასუხისმგებლობა უნდა იყოს გადანაწილებული ქალებსა და მამაკაცებს შორის და გენდერული თანასწორობა სხვა არაფერი არ არის, როცა ორივე სქესი იღებს პასუხისმგებლობას, როგორც განვითარებაზე, როგორც განათლებაზე, ასევე ქვეყნის მართვაზე და სწორედ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ყველამ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, ვისაც ამის საშუალება აქვს, ვისაც ამის სურვილი აქვს, ეს არ არის აუცილებელი, რომ მე და თქვენაც ეგ გზა ავირჩიოთ, ჩვენ ავირჩიეთ ის გზა, რა გზაზეც ვართ. ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად ამ გზაზე ვართ, შეგვიძლია განვითარდეთ, ან შევწყვიტოთ სხვაგან გადავიდეთ, მაგრამ საუბარია ქალთა და მამაკაცთა მონაწილეობაზე, სწორედ იმ ხალხზე, ვინაც აერჩია პოლიტიკა, ვინაც აერჩია საზოგადოებრივი საქმიანობა და ვინც ფიქრობს, რომ მისი მონაწილეობა უკეთეს გახდის ქვეყანას, მის მომავალს, აი ამაზეა საუბარი. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტია ზუსტად ის სამჭედლო უნდა იყოს, სადაც ქალი პოლიტიკოსები და მამაკაცი პოლიტიკოსები უნდა ჩდებოდნენ, ასევე იცით, რომ საპარლამენტო არჩევნებში შეგვეძლო წარგვედგინა საინიციატივო ჯგუფით ქალი კანდიდატი იქნებოდა თუ მამაკაცი, მე ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ასახვას თვითმმართველობის არჩევნებშიც პოვებს და ასევე ვფიქრობთ, რომ ის ფინანსური ანაზღაურება, რომელიც უნდა დაიხადოს ამ საინიციატივო ჯგუფმა, ქალის მიმართულებით იქნებ პოზიტიური დისკრიმინაცია, მაგრამ გავაჩინოთ, რომ თუ ყველას არ მოუხსნიან, ყოველ შემთხვევაში ქალ კანდიდატებს იქნებ მოიხსნათ, რომ მათი დაწინაურების ხელშეწყობა მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა, დაველოდოთ 2014 წლის არჩევნებს, იმედი მაქვს, რომ თქვენი იმუშავებს ჩვენს რეგიონში. დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდნენ ქალბატონი მანანა მებუკე, ქალთა კავშირის და გენდერული თანასწორობის ქსელის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლალი ყაჭეიშვილი, გენდერული თანასწორობის ქსელის რეგიონული კოორდინატორი, ქალბატონი მაია კუპრავა-შერბაშიძე, პროექტის კოორდინატორი და ქალბატონი ლელა ნაცულაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი. დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.